სახელითა მამისაითა დადისაითა და წმინდის ასულისაითა. დღეს მე სარწმუნოებასთან სულ საუბარი შესახებ ისეთი ერთი შეხებით უნიშნელო ცოდვისა, როგორიც არის სრულფიცი და ღვთისახელის ამაოდ მოხსენიება, რომლისთვისაც სინამდვილეში ძალზე დიდი სաժები მოვალს ამის მოქმედთა ზედა. და მსურს მე შესაძლისი მაგალითები მოვიყვანოთ როგორც ძველი აღთქმიდან, ასევე ახალი აღთქმიდან და პატერიკული მოთხრობებიდან. არაერთხელ გვიხსენებია, როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს შესაქმნის წიგნს, როდესაც ადამიანი დიდი სიყვარულითა, სიბრძნითა და განგებულებით შექმნა უფალმა საბაოთმა, თითოეული ორგანო, გარეგანიცა და შინაგანიც დიდი სიბრძნით განაწყო. ურთიერთშეხამებით, აღარასვიტყვის სულს, რომელიც ხატად თვისად დააბადა და მადლით საშუალება მის ადამიანს ღმერთს დამსგავსებოდა თავის შემოქმედ მამას. აი მათ შორის, როდესაც მსჯელობს იმაზე, თუ რა ფუნქცია მისცა ადამიანის ენას, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ენა ადამიანს მიეცა პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ გამოერთვა მადლიერებას შემოქმედი ღმერთის მიმართ, რომელსაც არარაობისაგან დააბადა, თიხისაგან მიწისა მოზილა და არათუ მხოლოდ სული მისცა უკვდავი, არამედ თვითეს სხეული თიხისაგან მოზელილი დააფარა რა ღვთიური მადლით, ღვთის დიდებით, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, უკვდავ ხო იგი ხრწნადი გახდა უხრწნელი და უკვდავი. და ასე იქნებოდა უკუნითი უკუნისამდე, თუ არა შეწოდება ჩვენთა პირველ მშობელთა და დიდი სიყვარულის გამო გაუმჟღავნა კიდეც სადიკო სიკვდილის საიდუმლოება. პირველი ცნება, რომელიც როგორც მოციქული პავლე საზოგადოებრივ წმინდა წერილი გვასწავლის, ადამიანის გულის მიცარზე დააწერა ღმერთმა, ეს იყო მარხვის მცნება. აქედან გამომდინარე დავასწროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მარხვა. თუ ეს საჭირო იყო სამოთხეში, მეტადრე საჭიროა დედამიწაზე, სადაც ადამიანი ცოდვამ გარდა მოხსთხია ზეციდან დედამიწაზე, რომელსაც პრეტენზიებს აცხადებს ეშმაკი და არ უსაფუძვლოდ მე ვარ თავადი ამ სოფლის, სხვა შორის მაცხოვრის ერთ-ერთ ქადაგებაში იმეორებს, რომ ამ სოფლის თავადი არის ეშმაკი. დაკარგა ზეცა, მაგრამ მიანიჭა დედამიწა, ეს ჩვენი მზის galaktika და დიდის გამგებულებითა და იდუმალებით ადამიანიც აქ იბადება შემდგომად ცოდვის დაცემისა. ბევრი კითხვა შეიძლება დაიბადოს, ესე იგი გამრავლებოდა თუ არ გამრავლებოდა, თუ ცოდვით არ დაეცემოდა ადამიანი. მამათა ნაწილი ფიქრობს, რომ გამრავლებოდა, ოღონდ სხვა საკითხი, ნაწილი ფიქრობს, ეს არ მოხდებოდა და ამის საჭიროებაც არის, რომ ეს ჩვენ არ ვიცით, ეს ვარაუდებია. ამჯერად ჩვენი საუბრის საგანს მეტადრე არ შეადგენს და მიუბრუნდეთ ჩვენი საუბრის ნამდვილ საგანს. მოკლედ რისთვის მისცა? არასწორად გიკიდია ეს. როცა დედაკაცებს ასე შუაზე გიკიდია ჩანთა, კერდია გამოყოფილი. ეს არის სიძვა. როდესაც ესე იგი თქვენ შეიძლება ამიტომ არ იკეთებთ ასე მორწმუნეები ჩანდეს, მაგრამ იცოდეთ ეს არის მე გარდა მგლისა ვარ მამაკაცი. და როცა ადამიანი მამაკაცი შეხედავს დედაკაცს გამოკვეთილ კერძზე, რა თქმა უნდა არაწმინდა აზრები იბადება. შეიძლება ეს აზრები უარყოს, შეიძლება არც უარყოს, მაგრამ ვინც გულსაში დაიმუშავა, მანაც მიიმუშავა. მოიცით რომ ხერხული ამ საკითხებზე საუბარია. უხერხული მერე იქნება შვილო, როცა წარგდებით უფლის სამჟავროზე. როცა ჩვენი ყველა ცოდვა დაფარული და აშკარა განცხადებული იქნება არა მარტო ღვთისთვის, რომელსაც არაფერი დაიფაროს, არამედ ანგელოზთა და წმინდათა და ყოველი იმ ადამიანის წინაშე, რომელიც აღდგება მკვეთრით და ყველა აღდგება მკვეთრით, ერთი მარადიული სიხარულისა, მეორე მარადიული სირცხვილისათვის. უნიშნელო ქრისტიანის ცხოვრებაში არაფერია. საერთოდ ზღვაყოვზე დაილევაო ქართული სიბრძნეა, ყველა დიდი ცოდვა მოდის მცირე ცოდვიდან. ერთმანეთს კი არ შეგვამთხვევს ხოლმე ამ ცოდვას ეშმაკი. წვეთობით გვიგროვებს სულსა და გულში და მე ხდება ეს თქვენ ფიგურალური გამოთქმები, რომ დიდი აფეთქება. ადამიანი ვარდება სასიკვდინე ცოდვაში. იქ უკვე ეშმაკის ხელოვნება, შირაზთუნა რა სასიკვდინე ცოდვით ეხლა იწყებს მუშაობას, როგორ ჩააგდოს სასოწარკვეთილებაში. თუ აქამდე ღმერთს უსახავდა როგორც მოწყალე მამას მიტევებელს, ახლა ცოდვით შეწოდების შემდეგ როგორც პირუთვნელ საჯურს მიუკერძოებულს ისე უხატავს ღმერთს და შისაყურის ადამიანს სასოწარკვეთილებამდე მიხავს და ზოგჯერ ეს არა უბრალოდ დეპრესიები და კაეში თავდება, არამედ თვითმკვლელობითაც კი, რომელიც უმძიმესი ცოდვაა და მიუტევებელი ცოდვა არის. და სხვადასხვა. აი ამ უმნიშვნელო თითქოს შენიშვნებას მნიშვნელოვანი საუბარი გამოიწვია. რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად აკეთებთ ამას წინათ, ერთსაც რომ მივეცი შენიშვნას, ერთი სხებაზე უშავს მოდიოდა, ისეთ რა მამა
ხარზე მიცურდება რომ იკეთებო ჯობია მხრიდან დაგიცურდეს იწვა უნდა ბევრჯერ დაიმაგრო ვიდრე ამისთვის პასუხი მოგთხოვოს ღმერთმა რომელიც ამბობს ცდუნება ამ სოფელში უნდა შემოვიდეს ბრალი მისი ვისგანაც უნებლიე თვისი შეცოდების მიზეზი სიცილად არ ეყოფა ჩვენი საუბარი აწინდელ ფსევდოლიბერალ ადამიანებს გაუღმერთუებულებს ეს რა არის დღეს თავს იწონებენ გარყვნილებითაც კი და პატრიარქი როგორც გაოცებული აქვს ერთ-ერთ სკოლაში არათუ არ ნანობენ ცოდვებს მათ შორის სასიკვდილოს მრუშობას კაცის თავსაც კი იწონებენ რომელმეც ეს საშუალება კიდევ 1000-ჯერ მოკლავდი აი სასამართლო პროცესი მიდის და ამბობს ამას დამნაშავე ადვილი სათქმელია ენასვალი არ წარმოიდგინეს იგი შერო მოკლან რამხელა შიშნეულობასთან არის ეს და მერმე მოგისწრაფეს რა სიცოცხლე და ვერ მოასწრეს შენანება აზრთა საქმე მოგწვია შეშინებულს მიდიხარ წარსაწმედელში თუ სიმართლისათვის მოკლავენ ნეტარებ ამ ადამიანს მაგრამ თვით ამისთვისაც კი რომელსაც ნეტარება და საუკუნო სიცოცხლე მოწევს არ არის ადამიანთა დიდი ნაწილი მათ შორის მორწმუნეთა შორის რამდენი ჩვენთაგანია სიკვდილისათვის მზად და სიკვდილისა ყოველი წუთი არსებითად მოკლედ და გაზვიადების გარეშე რომ თქვა ადამიანის სიცოცხლე ეს არის მზადება პარადისობისთვის ჩვენ კი გონია რომ მოგვეცა ხიარულებისთვის ფუფუნებისთვის განსხვავებისთვის ვნებათა დაცხრომისთვის მაგრამ არა როდესაც ადამიანი რეალურად დადგება სიკვდილის წინაშე მაშინ ხედავს რამდენად ამაო ცხოვრება განვა დიდია სინანული ადამიანში მოთქვამს და ვალალებს მაგრამ აზრი აღარ აქვს აზრი მას აქვს დედამიწაზე სინანულს იქ უკვე მშავრი როგორც მოციქული ამბობს აქ ცხოვრება იქ მშავრი და ვერაფერს ვერ შეცვლის იოტისოდენა გარდაცვლილი თუ აქედან არ შეეწებიან არაულად ადამიანები შეეწებიან რამენაირად ასე თუ ისე თქვა ყოფით და სხვა არამედ თუ შეეწევიან ქრისტეს ეკლესიაში რადგან მხოლოდ ქრისტეს წმინდა ეკლესიას წმინდა მართლმადიდებელ სამოციქულო საკოლთო ეკლესიას მიანიჭა უფალმა შეპლისა და გახსნის ადამიანის ხონების მადლი მხოლოდ მას მისცა ამიტომ აქავლენილი ლოცვები აღემართება აღევლინება ზეციური მამის საყდრის წინაშე რომელმაც მთელი მჟავრი ადამიანებზე მისცა დრეთით აღდგარ უფალი იესო ქრისტეს როგორც გვახარა მარიამ მაგდალელის სახით აღდგომისთანავე იმავ დღეს ქრისტე ბაცხვარმა ჩვენმა მან მოციქულებს მისცა მოციქულებმა მიმოფინეს და ამას უდაში თქვენი სტრო ორპოსი გადაღამე არწმუნებდა რომ ნამდვილად აღსვა ნამდვილვე როგორც ბიბლიაში წერია აღსგამ დრეთით და მერმეღა გაიხადა მისი აღდგომის გამოწმებლებად და ქადაგებლად წუთი სოფელში მას ადამიანს ენალისთვის მისცა ღმერთმა როგორც თქვით პირველ ყოვლისა თავისი შემოქმედის სადიდებლად სამადლობელის ანუ მადლიერების სიტყვა მადლიდან მოდის გამოსახატავად ასევე ადამიანებთან ურთიერთობისთვის მაგალითად ადამი და ევა როგორ უბუნობდნენ ერთმანეთში ჩვენ ეს არ ვიცით მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სავარაუდოდ ძირი ენა ყველა ენების არის იბერთა ენა ივანე ოქროპი ებერების ენას ეძახის ამას საიდანაც ბაბილონის გოდლიდან განივცვა სხვა ენები დასაბამი მიეცა თქვა რომ ბრიტანელებმა მეცნიერებაც რამდენიმე წლის წინათ რამოდენიმე წელიწადის სწავლობდნენ ამ საგას ძირი ენა რომელი მსოფლიო ენების მივიდნენ ამ დასკვნამდე რამდენად მართებულია მეცნიერულია მათი ეს დასკვნები მე არ ვარ სფეროს სპეციალისტი როგორც ითქმიან ხოლმე მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოა რომ მსგავსი დასკვნები გამოიტანეს არაქართველმა მეცნიერებმა და მეორეს მხრივ თავად ივანე ოქროპირიც აკეთებს ამაზე მინიშნებს. ამას არსებითი მნიშვნელობა რა თქმა უნდა არა, როგორც ასეთი. ჩვენთვის შეიძლება გქონდეს დღეს. მაგრამ როგორც ესეთი ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, საიდან წამოვიდა ენა იყო ერთი, ენა გამრავლდა ცოდვების გამო. ამ პარტნიორებამ დააყვადა ენათა სიმრავლე. ამიტომ ეს არის არა ჩვენი სიკეთის ნიშანი, არამედ ჩვენი დაცემისა. ის როგორც გვაქვს რა ამგვარი სხეული ხსნადი და მოგდავი. არის ერთის მხრივ ჩვენი დაცემის ნიშანი, როგორც ივანე დამასკელი ამბობს, მეორეს მხრივ ესეც ღვთისმსხალობა რომ ასეთი უხეში ბუნების სხეული, ასე ვთქვათ, კრეცსაბელი როგორც მინდა მამა ამბობს, მოგცა ღმერთმა, იმიტომ რომ ამ კრეცსაბელი დაფარულია ჩვენთან დემონური სამყარო, საეშმაკო სამყარო. და ისეთი საზარელი არიან ეშმაკიდან მისი სიბნელის ანგელოზები, რომ ადამიანმა რომ დაინახო შიშით სული გარბის სხეულიდან, ანუ ადამიანი კვდება ადამიანურად რო ვთქვათ. შიშისგან კვდება ადამიანი. ამიტომ წყალობა მართალია ცოდვით დავეცით, ვეურჩეთ უფალს გავუცხობდით, მაგრამ მაინც შეგვიწყალა რომ თუნდაც ასეთი სხეული მოგცა და ასეთი სხეული შეგვიჩა, მოდი ეს სიტყვა ვიხმაროთ, მას მერე რაც თავისი დიდება აიღო ამ სხეულზე, რომელიც ამით მანამდის უკდავ ოიგი და უხსნელი გახადა.
ენა მოეც მაშინ ღვთისადიდებლად შემოქმედის უბნობისთვის ადამიანის ურთიერთობისთვის საურთიერთოდ მისა ეს და ჩვენ გავიხადეთ სულიად სხვა იარაღად. პირველყოლისა განკითხვის, რომელიც იმდენად ძიმეცოდვა, რომ უფალიანობს, ნუ განიკითხავ, რათა არ განვიზგენ, ჩემგან არ განიკითხნე. წყევისთვის, შეჩვენებისთვის, ენაბილწობისთვის იყენებს დღეს ადამიანი, დამცირებისთვის, შეურაცხყოფისთვის და ასე შემდეგ. და შესაბამისი ამ ენის ამ ცოდვების საზვერეებიც კი არსებობს ეშმაკის საუფლოში, როდესაც ახლად გარდაცვლილი სული მიხავთ მესამე დღეს. ნუ რა თქმა უნდა, ზოგს სams, ზოგს არ სams, ზოგი მერყეოს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ სასაულს უფალი ყველას გვანახებს. მორწმუნოსაც და მორწმუნესაც. მოვა ის, ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა გავყვე. ადამიანად სიკვდილი ქვია ქრისტიანულად გარდაცვალება. სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება, ამიტომ არის გარდაცვალება. ადგილს ამ მცირე მიწიერი სახლიდან, როგორც ღვთისმდიდრებული პავლე იყო, სული გადაინაცვლეს შემდგომად გარდაცვალებისა ღვთის წინაშე. თუმცა საბოლოოდ იქ ყველა არ გვკვირდება. უფალი განშლის, სამართლიანი უფალი მეორედ მოსვლა და ვინცად განაწესოს. მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრს პატიებს მეტად თუ ეკლესია შეეწია და შუამდგომლობს ახლად გარდაცვლის. მაგრამ მე მოვავს უფალი მეორედ მოსვლის, არა დამცრობით, არამედ დიდებით და მამისათვის, აი და ანგელოსთათვის და თან როგორც თავად წინასწარმეტყველებს განშალხალთა და მკვდართა დრები აღსგები ამ დრები, ვინც ცოცხალი დარჩება, გარდაისახება საქმადლის მოქმედებით და დადგებიან ყველა ისინი მკვლებლივ ღვთის სამჯაროზე. ვერავინ დაიფარმის უფალს. ადამიანები იმდენად გათავხედებულები არიან, გაუღმერთვებული, გათამამებულები. აღვირახსნილები, გახსნილები, სასაცილოდ არ ყოფნის მოძღვრება, რომელიც თავად ზეღვთისა მოიტანა დედამისას და მანამდე წარმოგზავნა წინასწარმეტყველი მართალი პატრიარქი, გვამცნულა მერმე ახალი აღთქმის მოციქულები და წმინდა და ღმერთშემოსილი მამები. არაფრად არ უღირთ ამას. ერთადერთი რაც ქრისტიანმა შეიძლება ასეთების მიერ გამოხატოს, ეს არის დიდი დანანება და დიდი სიბრალული, რადგან ჩვენ ღვთის მიერ და არა თავისთვის უცხით არა გველოდება ასეთებს. და თუ მართალია ძნელად მოვა ღვთის სამჯავროზე, როგორც წინა წერილი აქვს, სოდვილი სადღა უნდა მოვიდეს ღვთის სამჯავროზე. ინატრებენ სიკვდილს და გაიქცევა და მთებო დაფარე და ესე შემდეგ, მაგრამ საშველი არ ექნება და იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ყოველივე იმის გამო, რაც ჩამოთვალე და ბევრი ვერ ჩამოთვალე, ზნედაცემული და გაუღმერთებული კაცობრიობა, რომ სიკვდილი მისთვის შვება იქნება. ამიტომ გამრავლდება ბოლო შამს ანტიქრისტეს ეპოქა ქვია უკვე ამას შამი ანტიქრისტეს დროს. აი მოდით ნახეთ ახალი აღთქმი და წმინდა იაკობ მოციქულის უფლისმან წოდებული იაკოვის ეპისტოლიდან რა მკაცრად ახასიათებს ენას ადამიანს ცოდვით დაცემის შემდგომ. შეიქმნა ღვთისადიდებლად და მოყვასის სიყვარულისთვის. სითბო გამოეხატა ერთს მეორის მიმართ და შევიქმნით ურთიერთ ბრძოლვარების და ესე იგი სიკვდილით თუ გნებავს მოკვლის იარაღად. შეიძლება ისეთი სიტყვა უკითხრას მოყვას, რომ განსაკუთრებით გააჩნდა ვინ გეტყვის. მაგალითად შვილი, როდესაც შეუფერებლად და დაუმსახურებლად მოგაყენებს შეურაცხყოფას. მომაკვდინებელია ეს, გამანაკურებელია. აი მე მშობელი ვარ და იმისა რომ მდელი ვარ, ცოლოსანი მდელი ვარ და ვიცი რას ვამბობ. ეს წიგნებიდან არ მომკითხავს ოდენ. როგორ მამაო თქვენი შვილები შეიძლება აღელვდნენ? კი, ჩემი შვილების თქვენ შორის ცხოვრობენ. და მათაც აქვთ ბრძოლები და შეიძლება მეტი ვიდრე თქვენ, რადგან მათ მიერ თუ მღვდელს მეტადრე ისეც, ვისაც პატივის მიგება ღვთის სიტყვის ქადაგების წმინდა ცხოვრების გამო დააბრკოლებს მრევლს მის მიმართ. და სხვადასხვა. ეხლა არ ვიტყვი რომ ღვთის პირიდან არიან გავარდნილები და არც იმას ვიტყვი რომ უფრთხო ანგელოზები არიან. მე თანაუგრძნობ ჩემ შვილებსაც არა მარტო სულიერს, არამედ ხორციელსაც. და დაუბერდი და დავსწრებდი რა და ბუნებრივია უფრო ჩაღრმავებით ვფიქრობ ჩემს გარდაცვალებაზე, ვფიქრობ როგორ იქნებიან ჩემი შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები. ეხლა მამა როგორ თქვენებს ჩემებზეც ვფიქრობ და ჩემს სულიერ შვილებზეც და საზოგადოდ როცა სიყვარული ყველაზე ვფიქრობ. აი მოვიგონოთ ერთხელ რამაც გონებაში იბედგა აბრაამ მამათთავარი. როცა სამი ანგელოზისაგან ემსწრო რომ 5 ქალაქი 100,000-ობით მოქალაქით სოდომ გომორი უნდა დაექციან და ცეცხლის წვიმაში და წუწუბაში მოეწვა ღმერთს, ხომ მართალია იყო? ხომ იცოდა რომ სოდომ გომორელები იყვნენ ისინი? მძიმესი ცოდვებით შეპყრობილები. შეებრალა. როგორც ღვთის კნილებანი
და ნახეთ როგორი მორიდების თქოა მართალმა აბრამმა მაპატიე უფალო 10,000 მართალი რომ იყოს 5,000 ქალაქს 100,000 მოსახლეობით მაინც მოსვავ არ მოწვავ და ბოლოს ჩამოვიდა და 5 და 10 მართალი არ აღმოჩნდა 5 ქალაქში განარა არ შეიძლება დღევანდელ ქვეყნიერებაზე სიტყვას იგივე და დღევანდელ კაცობრიობაზე როცა უდიდესი უმეტესობა ღვთის გამამწარებელი და გამარისხებელი არიან თავისი ცხოვრების ესეთ შეხედულებებით და ასე შემდეგ და არის უმძიმესი დრო მაგალითად ერთ-ერთმა მოდელმა რომელიც წარმოშობით ქართველია ლაკერბაია სოჭის ოლქში მოღვაწეობდა ითვლებოდა და არის ერთ-ერთი ჩინებული ქადაგებელი დიცქემოსანი თავშეკავებული წმინდა ბერი იმის გამო რომ მუსულმანებზე მაგალითი გააკეთა რომ 100,000-ობით არიან მოსკოვში და იმამის ერთ ბრძანებაზე ხელებს დაშრიან მოსკოველებს და ჩვენგან განსხვავებით თავის რელიგიას უფრო მისდევენ ვიდრე მართლმადიდებლები აი ამის გამო დებილი ეძახა ერთ-ერთმა ჩეჩენმა გენერალმა და იმ დღესვე პატრიარქის კურთხევით გადააყენეს წინამძღვრობიდან იღუმენი იყო და გაისტუმრეს იქიდან რამაც მართლმადიდებლების აღშფოთება გამოეწვია უმძიმესი დრო არის ამ დროს მუსულმანობა ეს არის წარმართობა ეს არის სინკრეტული რელიგია ბედუინმა გაუნათლებელმა მუჰამედმა აიღო იუდაიზმი და რაღაც ნესტორიანული მოძღვრებიდან ვარაუდით წვალებელი იყო და გარდა მაგისა იყო ეპილეფსიალი ავადმყოფი და თავისი სიზმრები და ეგრეთ წოდებული გამოცხადებები დაუმატა და შეიქმნა ყურანი აი ეს არის ყურანი და როგორ მძლავრობენ ჩვენზე შემთხვევითი არ არის და ეს არის დასავლეთის გლობალური პოლიტიკის უпростоრად სოფლიო პოლიტიკის გამოძახილი რომ მუსლიმების შეყარეს ჯერ ევროპაში და რა ემართება თქვენ არის ევროპაში ალბათ ყოფილხარ აი მაგალითად პარიზში ვიყავ ერთ-ერთი ცნობილ მუზეუმთან ლუვრის და ხედავ 10,000-ობით ფრანგი დგას თეთრ-ფერაში დიდი პატარა კაცი კალი კაცი ახალგაზრდა მოხუცი და მკითხელი თანამგზავს იქ ცხოვრობს ვინ არიან მეთქი ესენი რას აკეთებენ რას აპროტესტებენ მეთქი ესენი არიან სულთა სისხლის ფრანგები აბორიგენები ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებენ ფრანგული სისხლის შეფხალვას არაბთაგან თურქთაგან აფროაზიული მოდგმისაგან და ასე შემდეგ ეს ხდება სულად შეგნებული როგორც კი დაჭირდება გლობალურ ხელისუფლებას მუსლიმებს რომლებიც თავიანთი ფანატიზმითა და დაუნდობლობით გამოირჩევიან მიუშვებენ ამ ევროპულ ხალხებს ისე როგორც საქართველოში გვაქვს უკვე პრობლემები სერიოზული და ჩვენთანაც მოხდება იგივე კერძოდ გაზონა ინფორმაცია რომ ბრიტანეთის ხელისუფლება უწყობს ხელს აი ამ პროცესს კერძოდ და არა მარტო ამას რა თქმა უნდა ეხლა დაფინანსება უნდა და გადატრიალების კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ უარი თქვა სხვადასხვა საფარველის ქვეშ ვითომ აფინანსებენ რაღაც დემოკრატიის განმტკიცების პროგრამას მიეთი მოედის სისულელეების სინამდვილეში ჩვენი დამხობისთვის ქვეყნის ხელში ჩაგდებისთვის ალია და ჩალია ორივე თათარია მგელი შეჭამს თუ გლისფერი რა ბედენა არ უნდა შეჭამოს არც ბრიტანელმა არც რუსმა არც ამერიკელმა ილია მართალმა ჩვენმა ერის მამა გვიანდერძა ჩვენ გვინდა თავისთვის ვისაც გვეყუდნეს შეუძლებელია მამო კი ადამიანურად შეუძლებელია ალოგიკურია მაგრამ ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელი როგორ გადაგვარჩინა ღმერთმა ათებული საუკუნეები რა პერი გვაკლდა როდისმე არაბობა თურქობა რუსობა და რა არა ვნახეთ რა არ გადაიარა ჩვენს თავზე სპარსელი გინდა რომელი გინდა აქვე რაკის თქვა მოიტანა და ახსენეს სპარსეთი ირანი აწინდელი გახსოვთ თქვენ როდესაც გაგაცანეთ წმინდა მამათა წინასწარმეტყველების წლების წინ და არც პერიოდზე შეხვედრის წინ კიდევ ერთი მამის მამა სამუელ დევტერიანის ამერიკელი მართლმადიდებლობის გამოცხადება ერთ-ერთ კუნძულზე პატმოსზე სადაც ივანე მახარებელი იყო გადასახლებული კატორღაში სადაც 5 კონტინენტის ანგელოზი ეჩვენა და მათ შორის რა თვითონ კონტინენტზე რა მოვლენებით ასე მიდის ყველაფერი სცენარი ასე ვთქვათ ასე ვითარდება ამ წინასწარმეტყველებასთან მიხედვით რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში ისრაელი და ირანი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იქნება ომი ამერიკა დაიჭერს ისრაელის ხარჯს და უკვე ხმამაღლა აცხადებენ ტრამპი მათთან ვარ ახლა რაც შეერაგო ძიმე ხომალდის გამზავნა ზღვით დასახმარებლად და ასე შემდეგ რუსეთი დადგება ძალაუნებურად თუნდაც თუ არ უნდა დადგება ირანთან მისი ერთ-ერთი მოკავშირეა მეტნაკლებად სპარსეთის ყურას ხელში ჩაიგდებენ დიდ სოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო ქალაქს აშენებენ მაგრამ ცოტა ხანში საერთოდ სოფლიო ეკონომიკა ჩამოიშნება საშინელი კრიზისები დაიწყება რა მოვლენები იქნება დასავლეთ ევროპაში აზიაში აფრიკის ამერიკაში ყველაფერი არის ნათქვამი ახლა თავსადავში გაწყენთ ხელახლა
ეს ომი კარს არის მომდგარი. ხოლო სამხრეთ კავკასიას ხედავ ამბობს ეს ღირსი მამა სისხლის ტბორებში. ჩვენზეც არის აქ ლაპარაკი. თერაპიულად ქართველი ხალხი არ იკურნება, დაავადებულია სოდომით, გომორით, ფულთმოყვარულობით და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი და დარჩა ეს ქირურგიული ჩარევა, რომელსაც სხვაგვარად ამ ენაზე ქვია ომი. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამბობს ბერძენი და არა ქართველი მამა გიორგი ველმონაზონი დიდი სხვა იცით რა მამო ნოაში ინეთ მოსახლეობად რუსთაველი ამბობს შვილო და წმინდა წერილზე ხელდადებით შიში შეექვს სიყვარულსა დასაბანი ყოველგვარი სიბრძნისა და სიყვარულისა ამბობს წმინდა წერილი არის შიში ღვთისა აბა როგორ უნდა მოგვაქციოს გარყვნილებიდან და ამაოებიდან მოფალმა თქვენ გძირათ რომ აი ამ კომფორტში და მხოლოდ კომფორტის გამო უნდათ ევროპა საერთოდ არაფრად არ უნდათ ევროპა თავისუფალი ნარკოტიკები თავისუფალი მოხმარება სიძვა გომორი ღამის კლუბები საერთოდ დასახურია ეს ღამის კლუბები ეს თავისუფლების და პლურალიზმის გამოხატულება კი არა ეს არის გახსნა ეს არის სული საპყრობილეები ტოტალიზატორებთან სამორინეებთან პოკერ კლუბებთან და მსგავს საერთმაკო დაწესებულებებთან ერთად ძალას თუ მოიკრიბს ეს ხელისუფლება პირველი რაც უნდა გააკეთოს აი ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები უნდა დაიხუროს როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს ეს ახალგაზრდობა და არა მარტო საბერძნეთის ახალგაზრდობაზე ამბობს მხოლოდ გეი პარატებზე თუ გამოდგებაო აღარც სამშობლოს დასაცავად აღარც სარწმუნოების და არც თავისი ეროვნული ცნობიერების პირსნუ დაუხშო წინასწარმეტყველებსო ამბობს წმინდა წერილი იმის გამო რომ ესაია იერემია ეზეკიელი და სხვანი ქადაგებდნენ ჭიშმარიტებას რომელიც ღმერთმა მოსა აი ამის გამო ბერმა მათგანმა თითქმის ყველამ სიკვდილით დაამთავრა სიცოცხლე და ზოგმა საზარელი სიკვდილი ტყავი გახადეს და მოკლეს ან ჯვარს აცვეს ან ჩაქოლეს ქვით ან ასუ აქნეს ისინი შეეწირნენ სიმართლესა და ჭიშმარიტებას. ცანი და ქვეყანა მოიშლებიან, თავად მათ სხვარი აქვს არც წინასწარმეტყველი, მაგრამ ის რაც ითქვა, ღვთის სიბრძნე, ყოველივე თუნდაც იოტისოდენა ახდება მისხალ. რაკი ჩვენ ენის სოდვაზე ვსაუბრობთ, ცუდაფიცებასა და ღვთის ამოხსენებაზე, გონებაში გამკრა და წინასწარმეტყველები ვახსენეთ ზაქარია წინასწარმეტყველის გამოცხადება. ხედავს ერთხელაც ლოცვის ჟამს, რომ ხმა ესმის ანგელოზის, გაიხედეთ სისკემო, ხედავ რამეს, შეხედა და უპასუხა, ხედავ ცელს, სიგრძით 20 წყრთას, სიგანით 10, რომელიც გამალებით მოეშორება. ანგელოზისგან იყო ხმა და რა ცელიაო ეს, რას ნიშნავს ეს? ეს არის ცელი, რომელმაც ვიდრე სიკვდილამდე უნდა დასაჯოს სრულ მოფიცარი და ღვთის ამაოდ მახსენებელი. აი რამდენად ძიმეცოდვა ყოფილა წარმოიდგინეთ საყვარელი. ჩვენ იქ ვახსენეთ და გავწყვიტეთ სიტყვა, ვინ უნდა თქვენთვის შეგვეხსენებინა, რას ამბობს იაკობ მოციქული საკმაოდ მზაფრად ადამიანის ცოდვილ ენაზე, ცოდვილი ადამიანის ენაზე, თორე ენა თავისთავად არ შეიძლება ცოდვილი იყოს. ეს ჩვენი ენას, ხორცნიც, ასონიც, ყველაფერი დედამიწაზე დარჩება და გაიხსნება. სული დარჩება მხოლოდ ცოცხალი, სული რომელსაც თან წარყვება სიძვის ვნებას, კაცის კვლის, ანგარების, განკითხვის, ცილის, წავების და ასე შემდეგ. ეს სხეული აღმოჩნდება, რომ თურმე მხოლოდ იარაღი ყოფილა სულისთვის, რომ თავისი ვნებები დაიწყოს. თუ კი მიენებება ამ ვნებებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რატო იტანჯება ცოდვილი უნანელი ჯოჯოხეთში. მას ყველა ეს ნება და მიდრეკილება ტოლვა ცოდვებისკენ დარჩა, მაგრამ საგანი რომლითაც უნდა აისურვოს ჟინი და ვნება აღარა აქვს. ამიტომ უკუნითი უკუნისამდე სულს და უკუნითი უკუნისამდე ვერ ისრულებს სულს. ეს არის აუტანელი ტკივილი მისთვის. კინაღამ წამობს და მორალური მეთქი, სადღა მორალი ასეთ სულს. ეს არის სულიერი დაუსრულებელი ტკივილი ადამიანის. მაგრამ ამითაც არ მთავრდება ყველაფერი საყოველთაოა აღდგომის შემდგომ ყველანი შეიმოსამენ სულიერ სხეულს. მართალი ქრისტეს მსგავს სხეულს ტრეთით რომ აღსგა უფალი, როგორც აქვდა და აქვს სხეული,
ხოლო ცოდვილნი სიბნელის ხელს შეიმოსავდა. აქამდე თუ მხოლოდ სულიერად იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში, ახლა სულითა და სულიერი ხორცით დაიტანჯებიან, ის როგორც მართალი, თუ მხოლოდ სულით კბებოდნენ სასუფეველში, ამჯერად სულითა და სულიერი ხორცით დაკბებიან. მას ასე, აი რას ამბობს იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში. მხოლოდ ფრაგმენტებს გიკითხავთ, საკმაოდ ვრცელი მსჯელობა აქვს ენის შესახებ. ენაი ცეცხლარს სამკაულის სიცრუისა. ენაი კასთაი ვერვის ხელეწიფების დამწყსად დაუპყრობელი ბოროტი სავსე გესლითა მაყდინებელითა. რამე თუ მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამასა და მით ვერ სწყევთ კასთა, რომელი მსგავსა და ღვთისა შექმნილ არიან. ესე იგი ღმერთმა მოგცა ღვთისათებრად და ჩვენ ვიყენებთ ღვთისა და ადამიანის საცარგებლად. რაც შეეხება თავად ფიცის რამოდენიმე შემთხვევა. არის ადამიანი დაიფიცებს მაგალითად ღვთის მიმართ. რას ნიშნავს ბევრმა არ იცის. ანუ აღთქმას რომ ისე ის ხდება კრული, ღმერთთან იკვრება ამ აღთქმის ზალით და თუ არ შეასრულებს, კაცრად დაიჟება. ზოგიერთი იქამდე მიდის თავის უბუნურებაში, ეშმაკთან დებს ფიცს, მაგალითად ცნობილი მომღერლები, ბითლზები, გახსოვთ არა? ინგლისელები. მათ აღთქმა დაუდო მიენიჭებინა პოპულარობა საკოლოთავო და ისინი მას განადიდებდნენ და ემსახურებოდნენ. მათი სიმღერები, როგორც ამბობენ, უკუღმა რომ დაატრიალო, ეშმაკის ქება და დიდება არის. და ბევრი უარყოფითი რამ შემოიტანეს იმდროინდელ კაცობრიობაზე, მოედღენდელა დღემდე გრძელდება. ჩვენ ამას მარტივად ვთქვით, ჯაგი-ჯუგი მუსიკა, რომელიც აღებულია სინამდვილეში აფრიკული რიტმებიდან, სადაც ამ რიტმებს აჟღერებდნენ თავიანთი კერპების, ეშმაკის თაყვანისცემის ჟანრს. ეს არის კერპ სახუბრების ერთი ელემენტი. ანუ მოხდა სუბლიმაცია კერპ სახუბრების მუსიკისა და მივიღეთ თანამედროვე პოპ-როკ მუსიკა, მძიმე მეტალი და ასე შემდეგ. ასეთი მუსიკისთვის ძველ ჩინეთში, სადაც სახელმწიფო წყობა სრულ ჰარმონიაზე იყო აგებული, იზრდებოდა სიკვდილით. ვისმეს რომ დაეწერა თუნდაც მცირე ნაწარმოები მუსიკალური, არარიტმიული, დისჰარმონიული, კანონი ასამართლებდა და სიკვდილით შეიდნენ. რატომ? სახელმწიფოში შემოაქვს დისჰარმონია და რევოლუციური განწყობილება. აი რისთვის. ეხლა ეს რამდენად გამართლებული არის, არ არის მსჯელობის სხვა საგანია, მაგრამ ასეთი რამ ხდებოდა იქ. და ეხლა მოდით ჩავხედოთ ჩვენ სახალგაზრდებს, რა ხდება მაცულებში. ეგევითა მუსიკებს რომ განუწყვეტლი ვატრიალებენ. ჩერერთი არის ჩემზე ტოებს გონება ჩლონგობის შთამბეჭდება. ერთი და იგივე ათაყვანებს ადამიანს. მე განსაკუთრებულად როდესაც ნარკოტიკები აქვს მიღებული. ამთრალია. ქუჩაში უკვე დადიან ერთმანეთთან ცოცხალი ურთიერთობა ყურებში გარჭობილია სასმენელი. და მრევლში მყავდა ერთი, რომელსაც უყვარდა გაგიშებით ეს პოპ-როკ მუსიკა და ბოლოს იგი რაკივე ვერ გამოვაფხიზლებო. შეთავაზე ან დადოვე ჩვენი მრევლი, იმიტომ არ ვაგებ პასუხს შენზე, რომელსაც არ გინდა ცოდვა გამოასო. ან გადადეს სხვაგან და არჩევანი გააკეთა როგორია. წავიდა მრევლიდან. ეს მაშინ როცა მის ხელში მოხდა სასწავლი ლომისის მინაგებშან კალამიშვილი რო იყო გასული და პატრიარქი ეს გამზავნა შაბათს წუხრის მერე, ლოცვის მერე ციგი და მივედი და იქ იმის ეგრეთ წოდებული მრევლი არის და შეძახილებით ხვდებიან, რატო გადახვედი იმ ხარ, როდის ვიყავი კალამიშვილის ხარ. ღრმად გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ საპატრიო კრებაზე ვამხილე და აღიარა თავისი შეცდომა, მაგრამ მე ვიღაცა უკიჟინა ისევე თქო შეაგოგენეს და ისევ დაუბრუნდა თავის დონილებას და საფულოდ გავიდა სქიზმაში. ეკლესიიდან გასული არის სქიზმატურ ეკლესიაში. ეგრეთ ბერძნული 7 სქიზმატური ეკლესია ეგრეთ წოდებული. ეხლა რა მოხდა? ტაძარი უნდა გავაღოთ, ეპისკოპოსი მოვიდა, არქიმანდრიტი იყო, იოაკიმე აცგასვენებული, წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი იყო მაშინ. და გადავიხადოთ პარაკლისი. გასაღები ვერ აღებს კლიტას, დიდი უხეში კლიტი ატებს, ერთი გააბოლო, მაგრამ ეს არ იღება. და კიჟინა დასის უხარიათ კალავიშვილის მომხრეებს. აი, ღმერთმა გაჩვენა სად და როგორ. და ამას უკაში მე ვსაუბრობდი, მე ეს სქიზმატების მოგროვდნენ და გაჩვენებული იყვნენ, გაყუჩებული ყველანი და მიდგა საქმე იქამდე უნდა გააბონ ეკლესია, უკვე მომწიფდა ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად და სხვა ამ ქადაგებით. და ვერ აღებენ. და კიჟინა დასის. აი ამ ადამიანს ჩემი მრევლი იყო დავითი ერქვა უთხრა წადი შვილო მეთქი ის გასაგები გამოვართვი მეთქი გამოაძრულ მოგცე ჩადე კლიტეში და გადატე მამაო მაპატი ამდე შეცვალებიან ლომის კი იხმარეს მორჩილება
უპირველეს ყოვლისა, როგორც გასავლელი, მორჩილებისთვის, ნათელი ხუჩები აიღო, წავიდა, ჩადო, ერთხელ გადატრიალდა და გაიხსნა ტაძარი და ჩაუწყდათ ხმა ყველა ამათ. სხიზმათებს. მიუხედავად იმის, რომ მან ნახა ასეთი სასაული და იოაკიმი არქიმანდრიტი იყო და უპირატესი იყო ჩემთან შედარებით და ეკუთვნოდა მას საეყვანა პარაკლისა, მამაო დღეს შენ საეყვანო პარაკლისიო. აი ამ სასაულის გამო. ეს იყო დიდი დარტყმა სქესმათებზე. ხმა გაიკრიბეს ამის დამნახველებმა. რა ძალა აქვს მორჩილებას. მართლმადიდებელი მღვდლისა და მრევლისა. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი გადავიდა ამის გამო მრევლიდან. ვკითხე ერთ-ერთ მღვდელს მის სკოლის მეგობარს, ისევ იმას კი აღტაცებულია. ვერაფერს ვერ მეტყვი, ღმერთია მსაჯული ყველას. მოკლედ ეს ყველაფერი, ენის ეს სოდვები, დღეს პოპულარული ეგოდები. სინამდვილეში ადამიანის სულში შეიხავს ასეც დისჰარმონიულ რიტმებს და მუსიკებს, დისჰარმონია. არეულობა სულში, ქაოსი, ჯანყის განწყობილება და თუ დაემატა ამას ღამის კლუბები და არა ჩამოთვალე და ნარკოტიკები ხო უკვე ზედმეტია ლაპარაკი, რაიმე გააგებინო ამათაგ. აი შეხედეთ, აი თუნდაც რაც ხდება ეს 4 თვია. ვერაფერს ვერ გააგებინო. ესენი არიან უკვე არც განვიკითხავ, არც დავცინი, შეპრობილები არიან, საჭიროებენ კურნალობას. და პირველ ყოვლისა კვეთებული სლოცვებს. მეტადრე რომ რიტუალები ჩაატარეს, ეშმაკს იწვევდნენ თავიანთ საკრებულოში შეკრებების დროს. იმის მერე დაიწყო ავტომობილების გადავარდნა ახალგაზრდების ხოცვა 4-ჯერ მოხდა უკვე ტყვარში. და არც თუ შემთხვევითია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს საუბრის სხვა საგანია, სხვა დროს ვილაპარაკოთ ჯადოქრობის შესახებ, რომელიც როგორც მინდა მამები წინასწარმეტყველებდა, ბოლო დროს ძალიან დაწინაურდებოდა, რაღაცა კითხავები გამოდიოდა. პირდაპირ გეუბნებიან ამ დღეს ასე აკომპლექსებენ ადამიანს ამ დღეს იმ დღეს ისე მოიქეცი, ხვალ მიიღებ დიდ ზაფხულს, ზე გადაგდები, მერე სასწრაფოთილებას შავარდები. ანგრევენ ადამიანს, ვინც მას მისდევს და შერა რა თქმა უნდა. ლიტერატურა არის უამრავი. პირდაპირ ეთერიდან თავაზობენ ყველაფერ ამას. აი მოდით ახლა ძველი და ახალი აღთქმით, როგორც მოვიგონოთ, რა ცოდვა სროფიცი და ფიცის არ შესრულებას რა მოაქვს ესე როგორც ღმერთის სახელის ამაოდ ხსენებას. ძველი აღთქმის ერთ-ერთი პირველი გვერდები მეფეთა პირველი წიგნიდან გადავშალოთ, სადაც მოთხრობილია შესახებ დავით წინასწარმეტყველისა, როდესაც ჯერ კიდევ საულ მეფისაგან დევნაში იყო და ერთ-ერთ მაღალ მთას, კარმელის მთას აფარებდა თავს. საერთოდ პალესტინაში მაღალი მთა რო ამბობ, ჩვენთან ეს არის დაახლოებით მთაწმინდის ოდენა მთა. იქ მაღალი მთები როგორც ესეთი არ არის. დაბლობია ძირითადში. მოკლედ კარმელის მთას შეფარებული იყო უღრანი ტყე იყო იქ საულის დევნიდან. რამოდენიმე თვე დაახო აუცილებლობიდან გამომდინარე მისი შევიწროება დევნილობიდან კარმელის მთაზე. იმ მხარეში იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ნაბალი, რომელსაც იმხანა დაგზავნა თავისი წყებსები 10,000-ობით პირყვი, სხვა ძროხა და ესე შემდეგ გაატარა ჯორბირი და სხვა ცხენი საძოვრებზე იქ. დავითის მხედრობა 400-მდე კაცი აღდა. ეხმარებოდნენ მათ შეძლებისდაგვარად, იცავდნენ ავაზაკებისაგან და რა თქმა უნდა მადლიერები იყვნენ წყებსები. მაგრამ აი გამოხდა ხანი შეემშია დავითს, ანუ საზრდელი გამოვაკლდათ და გაგზავნა ერთ-ერთი თავისი მხედარი უმდიდრეს კაცსა და სთხოვა მორიდებეთ, რომ აი ეს თვეები აქავართ, ვეხმარებით, ვიცავ, თვითონ წყებსებმა შემოუთვალეს, რომ ნამდვილად ასია და ძალიან მადლიერი ვარ დავითისა და მისი მხედრობისა და თუ შეიძლება მცირეოდენი საზრდელი რომ გამოგვიგზავნა. მცირეოდენი განრისხდა და შეურაცხყოფილად უპასუხა, ვინ ხარ? იესესზე რას წარმოადგენო მე შენ გიგზავნო საჭმელ სასმელი. და შერისხა. დავითი, რომელიც სიმშვიდით არის ცნობილი, რომელზე თავად უფალმა თქვა, ნახე კაცი გულისა, ჩემისა, განრისხდა. განრისხება წმინდა მამათა სწავლებით გონების სული ან ნაწილობრივი დაბნელება. განრისხდა და მრისხანებაში გადაწყვიტა, რომ უნდა ამოეწყვიტა აბიგეი თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად. მოეოხრებინა. უბრძანა მხედრებს, მახვილი შეირტყეს წელზე, თავადად შეირტყა და დაეშნენ დაღმართზე მთიდან კარმელისა. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა ამცნო ამ დიდრის სულს აბიგიას ნაბალი ერქვა მის ქმარს, რომ ასეთ რამეს აპირებდა დავითი და რის გამო აპირებდა. შეშინდა ეს დედაკაცი.
ბევრად კეთილგონიერი იყო ვიდრე მისი ქმარი და გარდა მაგისა პირის სახის მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. რატომ? მას ცოტა მოგვიანებით გიმშრომლებთ. სასწრაფოდ ბრძანა, უამრავი მოსაკითხი, ძღვენი, ნობათი შეაგროვებინა მსახურებს, შეжდა ცხენზე და უბრძანა რომ გახვალოდნენ თან. როდესაც დავითი დაღმართზე ეშვებოდა კარმელიდან, აი შემოხვდა სწორედ ეს ადამიანი. ჯერთი აღაფრთოვანმა მისმა მშვენიერებამ და მერმე როცა ჩამოხვდა ცხენიდან ეს დედაკაცი ჩაუვარდა მუხლებში, ემთხვია და სთხოვა რომ მისი ბილწი ქმრისთვის ეპატიებინა ყოველ შემთხვევაში მისი მსახურები, რომელთა სისხლი იყო უბრალო, არ მოეხოცა. დავითი ერდვაშად დაცხრა რისხანებისგან, გონს მოეგო, წამოიზახა მადლობა ღმერთს, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, რომ ასეთ მძიმე ცოდვას უდანაშაულო სისხლის დაყრას ამაცილა. მისი და ამის შემდეგ დედაკაცმა გადასცა ეს სანოვაგე ყველაფერი. დავითი უკან მიბრუნდა, ხელი აიღო თავის განზრახვაზე. მოდით ახლა კითხვა დავშვა. მახო დაიფიცა ღვთის წინაშე, რომ ამოხოცავდა, მაგრამ ნახეთ, არ შეასრულა. წმინდა მამები ამობედა, ნეტარი ავგუსტინე მსჯელობს ბიბლიის ამ ადგილზე. ასეთ შემთხვევაში ჟობს უგუნურია აღთქმა და ფიცი არ შეასრულა, თუმცა ერთგვარი საშელი გელოდება ფიცის გატეხისთვისაც. აი მაგის მაგალითად ასევე ძველი აღთქმიდან ნაბუქოდონოსორის სახით. მას ჟამსა შინა ნაბუქოდონოსორმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს, დაიპყრო ქალაქი, დაატყვევა მისი მეფე სედეკი და უბრძანა რომ თუ მორჩილებას გამოიჩენდა და არ აუჯახდებოდა, მეფობასაც კი დაუტოვებდა სამეფოს, გარკვეული ხარკი უნდა ეძლია რა თქმა უნდა და ამით ტანჯვას ციხეში და სიკვდილს გადაურჩებოდა. დაიფიცა თავისი ღვთის ისრაელის ღმერთი დაიფიცა იერუსალიმის მეფემ, ამის შემდეგ დატოვა იგი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და უკან დაბრუნდა, მაგრამ არც თუ დიდი ხანი გასულა, სედეკ მეფე იერუსალიმისა შეეკრა ეგვიპტის ფარაონს და გამოვიდა ბაბილონის მეფის მორჩილები. ეს რომ ბაბილონის მეფემ გაიგო, შეყარა ლაშქარი, თავს დაესხა იერუსალიმს, მოაოხრა სულერთიანად, თავად სედეკი ტყვედ წაიყვანა და ჩააგდო ციხეში, სადაც მან ტანჯვასი სული დალია არც თუ დიდი ხნის შემდგომ. მანამდე რა მოხდა, ეს არის მნიშვნელოვანი. მას ამ მეფე სედეკს გამოუგზავნა უფალმა ღმერთად წინასწარმეტყველი ეზეკიელი, 4 დიდ წინასწარმეტყველში შედის დიდი ძველი აღთქმისა და შეუთვალა იმის გამო რომ ჩემი სახელი დაიფიცე და ფიცი გატეხე. კონკრეტულად უთხრა რა ელოდა, როგორ დაატყვევდა ნაბუქოდონოსორი და როგორ ამოხდებოდა სული საპრობლემო ასრულდა სიტყვა სიტყვით. ისე რომ სანამ აღთქმას მისცემა ღმერთს კეთილ გონიერებას მოუხმე. ამ რა გრჩის რომ იფიცები, რა გრჩის. უფალმა თქვა თქვენი სიტყვა ჰე იყოს, არა, შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ეცადე გააკეთო და თუ არ გამოვა ღმერთი ცდილობასაც დაგიფასებს. მაინც რა არის იმდენად თუნდაც ზოგიერთს მისი სურვილი შესრულდეს, რომ აღთქმასაც კი აძლევს ღმერთს. აქ ორი შემთხვევა. უბრალოდ აღთქმას მისცემს ღმერთს, რომ თქვა შეასრულოს, შეიძლება შეპირდეს რაღაცას შემოსწირავს თქვა სიტყვაზე თანხას, მატერიას და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად თავს იწევლის ასეთი ადამიანი. ღმერთო, შემისრულე ეს შენი დანატოვა. თუ შემისრულებ, მადლიერი ვიქნები შენი. ხოლო თუ არ შემისრულებ, თუ მე არ შევასრულო შენ და მე აღნათქვამი, მაშინ ასე და ასე მიყავ. მაგალითად დამაავადე, შვილი დაავადე, ბნება მომაყენე, ქონება დამაკარიან ასეთი უგუნური ადამიანი, აქაც მინახია 25 წელია მოდელი ვარ წამეკითხავ თვალზე ლოცვა. აქედან გამომდინარე ორგვარი სახის ლოცვა არსებობს. ფიცი კრულსაზე და ეს არის კურთხევანი, ამ კურთხევანში შეტანილია მან შორის ეს ფიცი, აი მე სულ სათავოს ამოგიკითხავს, საიდანაც ჩანს რომ დაფიცება არის კრულებაში თავის გადაცემა. ამ ლოცვას ქვია უკვე თუ ფიცით ვინმე კრული იყოს, მისი გახსნის ლოცვა. აი კერძოდ ამ ლოცვის შუაგულ რა არის, ბევრი რამ არის, რა თქმა უნდა, პატარა ლოცვა, მაგრამ არის ღმერთს მიმართავს, ადიდებს ადამიანი, ქრისტიანი და შემდეგ ევედრება, მღვდელი ევედრება ეკლესიის სახით ამ ადამიანს, რომელსაც თავი შეიკრა ფიცითა და აღთქმით. იმიტომ მოხვედით დედამიწაზე ეკლესია ხსნელდრევებში დაგვიარსე, რომ ადამიანი კრულებისაგან და ცოდვისაგან გაგეხსნა. შემდეგ ნათქვამია კონკრეტულად ამ ადამიანზე.
სახიერებით ანუ ყოვლად სიკეთითა შენითა განათავისუფლე წინააღმდეგ მათყულებათა მონაი ანუ მხევალი ესე შენი. ესე იგი რა არის ნათქვამი რომ ყრულებაში ჩავარდა ამ აღთქმით. ესე რას ნიშნავს ყრულებაში ჩავარდა? თუ არ აღასრულებს შეიძლება მიშვებული იქნეს მასე სატანის ანგელოზი. თქვენ იობის წიგნიდან იცით რომ დრო სატანაც ამაღლდება ხოლმე სასუფეველში და ცილს წამებს ადამიანებს. მაგალითად იობზეც შესამაცილი ღმერთმა გამოსცა და ასე შემდეგ. მათ შორის ეშმაკი ამაღლდება თუ ეშმაკის ანგელოზი და უფალს ეუბნება რომ აი პეტრე შენ აკითხვა ეს შენი სახელი მაგრამ არ ასრულებს და ნებიერად აგრძელებს ცხოვრებას ნება მომეცი რომ ტანჯო თავის და უნებურად ეშმაკი აღიარებს რომ ის არის ღმერთის მსახური ამ სიტყვის ფართო გაგებით უნდა არ უნდა ღმერთის მსახურება ღმერთის ნებარაში მდგომარეობს ადამიანი რომელიც ასეთი ორგულია მზაკვარი და ვერაგი უნდა გონს მოიყვანოს უფრო მაგრამ როგორ მოიყვანოს მაცხარი ადამიანი სინანულში არ მოდის და შვებედნიერი ამიტომ რაღაც უნდა მოაგვოს ამ ქონებიდან სიმდიდრიდან შვილიერებიდან ჯანმრთელობიდან დღეგრძელობიდან ამას აღასრულებს ეშმაკი როდესაც შედის სატანის ანგელოზი ადამიანში და მაგალითად იწვევს გოგლის დაავადებას და როგორც ნილოს დინარი ამბობს შეუძლია რომ ეშმაკმა როცა მაგალითად ერთი ვითომ ლოცულობს მეორისთვის უგულოდ ფორმალურად ან თვალთმაცობით ან პირმოთნეობით შეუძლია შეგზავნოს სატანის სხვა ანგელოზი გამოიყვანოს გულის დაავადებას რომელიც იწვევს და ადამიანს ილუზია შეუქმნას რომ ეს ადამიანი არის მკურნალი მერე განითქვება ამ ადამიანის სახელი და მის მიერ ბევრს აბავს ეშმაკი თავის ბადეში ახვევს აქ ხელოვნებაა ზაკრობისა ბოროტისულისა ну მოკლედ ეკლესიას კი თავისი ხელმწიფება მისცეს შეკვრის და გახსნის როგორც პრეთით აღმოფალო პირობისა ახარა ქრისტიანებს დაახლოებით იგივე შინაარსის არის მეორე ლოცვა უკეთ ვინმე თავისთვის ყრული იქნეს მის დაიწყებლის ფაქტიურად თავს ესეთ გარდა ყველაფრის არის თვით დაჯერობილობის და სიამაყის გამოხატულება აბა შენ რა იცი შეასრულე მოგემართება ხელი ამაში არ იცი ამიტომ თქვენი სიტყვა ჰეიგოს არა იქ ნებაშენ ყოველი საქმეს ვის ლოცვით დაიწყებს ამბობს ბასილი და ლოცვით განა კეთილსა იქ წარმატება იქნება საქმეში აქ ხშირად მოდიან ხან წმინდა ნიკოლოსთან წმინდა სპირიდონ საგალოცო ღვთისმშობელთან და ასე შემდეგ ითხოვენ ამას და იმას სამწუხაროდ უდიდესი უმეტესობა ითხოვს მატერიალურ კეთილდღეობას არც მაგაზე გეტყვის წმინდანი თუ უფალი მაგრამ როგორ და რანაირად გამოიყენება ეხლა არ მინდა გავყვე მხეულს მსჯელობისას აი რატომ არის რომ ლოცვა და არ გაძლევს იმიტომ პასუხები ხშირ შემთხვევაში ლოცვა გასწავლოს გულმოდგინე გახადოს და სხვადასხვა ან არ გაძლევს იმიტომ რომ ბოროტად ითხოვ როგორც იაკობ მოციქული ამბობს იმიტომ რომ თუ შენ მას მოგცემს წარწმდები აი მაგალითად ითხოვს სიმდიდრეს მოგეცა და შვებედნიერი გახდი და გლახაკები მოწყალება მაგალითად ევლოგი ქვის მთლელი მომაგონდა ყოველდღიური თავის შემოსავლიდან მესამეს იარაღზე ახმარდა მესამეს გლახაკებს ურიგებდა და მესამე თავად საზრდოობდა და ერთხელაც იპოვა ერთმა წმინდანმა რომ ნახა დანიელმა რომ ასეთი კეთილგონიერი ცხოვრების წესია ილოცა მისთვის მეტყვის მერტმა უთხრა ნუ მე ვედრები იმას რაც არის მაგრამ წმინდანი იყო რა გისთხოვდა დაშინებით შეუსულა ერთხელაც როცა კლდეს ანგრევდა სამალავს წაასდა ფარულ სამალავს უამრავი თვალმარგალიტი მოიპოვა აღარ დაშერდა სოფელში ცხოვრებას მოიკიდა ჩუმად გადაიტანა კონსტანტინოპოლში დედაქალაქ ბიზანტიის დროს მოხდა იმპერიის არსებობის დროს მოხდა და გახდა ერთ-ერთი მაღალი მოხელე ფულით იყიდა მაშინაც იყო მეხთამეობა რა თქმა უნდა და ფული ჯოჯოხეთს ანათებს რომ ძველი საუკუნეებიდან მოდის ეს გამოთქმა შემდეგ რა მოხდა დანიელი ღმერთმა გამოცხადებით ჯოჯოხეთში ჩაიყვანა და ნახა რომ ჯვარცმულია და შეეშინდა აქ რა მინდა უფალო შენ ნებას მოვდებდი ყოველ ბავშვობიდან აქამდეოდა შენ ეს ადამიანი რომელიც ხონების გზაზე იდგა მოწყალებით დააყენე წარწმენის გზაზე და აჩვენა როგორ იქცეოდა სასახლე გასაკეთებდა როგორ იყო შეძრწუნდა დანიელმა სთხოვა რომ დაებრუნებინა უკან და იმ დღიდან დაიწყო ლოცვა რომ ღმერთს მისთვის ნაცნობის სიგრძე თვითონ ვერ მოიფიქრა რა ეთქვა მისთვის ნაცნობის სიგრძე ევლოგი დაებრუნებინა ძველ სიღატაკეში საკმოგიდგენია რა სიტყობდა ისე მოხდა რომ აჯაყება მოხდა ხელისუფლება დაამხეს და მას როგორც დიდ მოხელეს დევნა დაუწყეს იძულებული გახდა გლახაკის დაბეჭდილი სამოსელი გადაეცვა რომ გადაერჩია წაღლმანდური სიცოცხლე და უკან დაბრუნდა და მართალია თავიდან არ უნდა პირველი დღეები აგონდებოდა რა კაც ჭამდა სვამდა იმოსებოდა პატივი დიდება ქება და სხვა მაგრამ რა კი კუჭია ეწვა და ფანტაზიები ვერ გამოყვებავდა მას და ოცნება და დანატვრა ისევ ხელები ხვის თლებობას და
დადგა ცხონების ძველებურ გზაზე. ამიტომ ნუ ვინატრებთ იმას, რა არ ვიცით რას მოგვიტანს. არა თქვენ ამათი შორთან დიდარი მევახშეების, ბანკირების და სხვათა უდიდესი უმეტესობა რომ უნამოსო გზით არის გამდიდრებული. მე შეიძლება კონკრეტულად გვარსახელები რას მოგიტანთ ეგ? არაფერს არსებობს. ასეთი რამ გამოცდილება ჩვენ გვაქვს ხოლმე, რომ ვისაც არ ერგება, არ შეერგება და მიუწვდომებს მომესწრები. აქ ერთი რამეა სახმარი და მარიამმა უკეთესი ნაწილი გამოირჩია, სულის ხონება. და რა გზებით მიგვიყვანს, რა ბილიკებით უფალი სასუფეველში, ეს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ვამბობთ, მამა ზეცათა, იყავ ნებაში, მე მინდა კი არა, ან რამეს რომ თქო, მე შემისული ასე მინდა, ისე მინდა, ამიტომ და იმით, უფალო, თუ ჩემთვის საცხოვნებელი იქნება და ცხოვნების გზაზე არ დამაბრკოლებს, თუ გთნავს, ანუ მოგწონს, შემისული ეს საფრთხე, ეს სულ სხვა რამე არის. მოკლედ, იქ დავითს რომ დაუბრუნდეთ, დავის მეფეს რომ დაუბრუნდეთ, ესე დაცხრა მასში მრისხანება მიბრუნდა უკან. მაგრამ არ შერჩენია სწორედ ნაბალს. რამო 10 დღის შემდეგ ნაბალ იმ ბოროტების გამო რაც უსურვა და გაუკეთა დავით მეფეს, რომელიც ღვთისმრჩეული იყო, მომავალი მეფე ისრაელისა, წარე და საზარელი სიკვდილით მოკვდა. როცა ეს ამსხეს დავით მეფეს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მეფე წინასწარმეტყველს, მან თავისი ერთ-ერთი მსახური მორჩილი გაუგზავნა ამ დედაკაცს და შეუთვალა, რომ მისი ცოლად მოყვანა სურდა. იმდენად მოეწონა მისი კეთილიზნისა და გარეგნობის გამოც. არ არის დასაბალი და არც არის დაფარული ბიბლიაში. დედაკაცმა სასრახო ჩეკაცმა ცხელი, ესე იგი მოკრიბა თავისი მსახურები და იახლა დავის და გაყვა ცოლად. მანამდე მეფეს საულს რომელიც მანდემნი და მithოვილი ყავდა თავისი ქალიშვილი დავითზე და შური რომ ეძიებინა, რა კი ვერ მოკლა, თავისი ქალიშვილი სხვას მიათხოვა. ამითაც გაუბედურა თავისი აზრით დავითს წინასწარმეტყველი, მაგრამ ღმერთზე მასზე უკეთესი მისცა. აი, რამოდენიმე მაგალითი როგორც შეგიტყვით პატერიკული მოთხრობებით. ერთხელ წმინდა ევტიქი კონსტანტინოპოლის პატრიარქს იახლა მოწყალებისთვის ერთ-ერთი ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვეულებისებრ მისცა მოწყალება, მაგრამ დაინტერესა რა დაბრმავდა. დაბადებოდა ბრმა არ ვარო. მე დავბრმავდი 1 წლის წინათ. რაღაც სასამართლო პროცესი იყო ჩასატარებელი, მე არ მეკუთვნოდა ის ქონება, მაგრამ ღვთის სახელით სრულფიცი დავდე. მართალია პროცესი მოვიგე და უშჯულოდ დავიმკვიდრე ქონება, მაგრამ რამოდენიმე დღეში თვალის შილი სულიად უმიზეზოდ დავკარგე. გევედრები სხვაგვარი წყალობაც მომანიჭე, გარდა იმისა, რომ მატერიალურად შეეწია. ილოცე, რამე თუ ღმერთი შენს ლოცვა ვედრებას ისმეს. შეებრალა წმინდა ევტიქის მეტადრე, როცა მასში უკვე სინანული იყო გაღვივებული, შესთხოვა მრავალმოწყალე ღმერთს, ხელები დაასხა თვალებზე და აუხილა თვალი. ასეთი მლოცველები ცოტა არიან დღეს, მაგრამ ძალიან ბევრი არიან სულ მოფიცარი მათ შორის სასამართლო პროცესებში და ასე შემდეგ. მაგრამ ღმერთს აქვს სხვადასხვა მადლიანი გზები ასეთების დასაფიქრებლად. თუმცა უფალი ძალით გულის კარებს არავის არ ულეც და ძალით არავინ მიხავს სამოთხეში. არამედ მორიდებ როგორც ამოს ვრებ ყოველი ადამიანის გულის კარზე. ეგებ ვინმე მისმის საბრალებლად ამობს უფალი. რატომ უნდა რომ თავისუფალი ნება მის ადამიანს და ძალით სიკეთესაც არ მოუახებს. მერმე კიევის ერთ-ერთ ცნობილ მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში, ერთ-ერთი კიეველი ბოიარი, ასაკს მიაწია, ტყუებს ამავოებას სამსოფლის, თავის დანამდებობას, დიდებულებას, ქონებას და მიდის მონასტერში, კიევ-პეჩორისა. მას ჰყავდა მცირეწლოვანი ვაჟი ზაქარია, რომელიც თან წარეყვანა მონასტერში. ჰყავდა ასევე ერთ-ერთი მეგობარი სულიერი ძმა, ბერათვე ახვეცილი, სერგი, რომელსაც საკუთარი გარდაცვალების წინ მოუხმარა დააფიცა, რომ თუ როცა წამოეძებოდა მისი ვაჟი ზაქარია, მემკვიდრეობა, რომელიც ორად გაყო სიკვდილამდე, ერთი ნახევარი დაური გადლაყებს, მეორე ნახევარი მისი შვილისთვის გადაეცა და მას თავისი წინდახედულებით მოეხმარა მამის ეს მემკვიდრეობა.
გარდაიცვალა, გავიდა წლები, წამოიზარდა ზაქარია და აი მოიკითხა მან მამას სერგისგან, მამისგან დატოვებული ქონება. მაგრამ მან უთხრა, თუმცა მანამდე ღმერთი დააფიცა მეგობარმა, არანაირი ქონება მამაშენს არ გაუტოვებია, ეს არის სიცრუე და ამავდროულად თვითონ სრულობდა. ნუ კარგი, ნახევარი მაინც მომეცის, თხოვა მორიდებით ზაქარია. არც ნახევარი მის. მიათედი მაინც მომეცი, არც მიათედი დავა. ისეთი ხარბი იყო და ძუნწი. ჯერ ეს მისი არ იყო. მაშინ ზაქარიამ სთხოვა, თუ შენ სიმართლეს ამბობ, აი შევიდე პეჩორის მონასტერში და ღვთისმშობელ მარიამის პეჩორის ღვთისმშობლის წინაშე გაიმეორე, რომ მამა ჩემ შენთვის არაფერი დაუტოვებია. ნუ რა თქმა უნდა, მხიარულად უთხრა მამა სერგი, შევიდნენ ტაძარში და პეჩორის ხატთან აღავა ბაგენი როგორც სიტყვიან და დაიფისა, რომ მას არაფერი მეუღია მამა ივანესაგან, ზაქარიას მამისაგან. სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, რომ მოულოდნელად შეიშალა, გონებიდან გადავიდა და დაიწყო საზარელი ყვირილი. მოუხმო კიევ-პეჩორის ლავრის დამაარსებს თეოდოსისა და ანტონის შემეწიენით ეშმაკებმა გარემ მომიცვეს ჩემი სულის წარხოცვას ჩემგან და ასე შემდეგ ღვთისმშობელო მარიამ პეჩორისა შემეწიენ. ეს მაშინ დაემართა, როცა ფიცის ნიშნად და სიმართლისა უნდა ხალხს ხათმა არ დაუშვა და ჭუიდან გადავიდა. და აი ამ ყვირილში მან შეშინებულმა აღიარა, რომ ქონება, რომელიც ივანემ დაუტოვა, მის სენახში იყო ტახტის ამადან ფეხთან დამარხული. როგორც კი ეს აღიარა, დამშვიდდა. ანუ წმინდა მამათა და ღვთისმშობელ მარიამის ლოცვით განიუტეს ეშმაკები, ლეგეონი, წავიდნენ მის სენახში, გათხარეს მითითებულ ადგილას და მართლაც ამოიღეს ეს მემკვიდრეობა. იმის შემდეგ მამა სერგი დიდ სინანულში იყო და სინანულით მიაბარა სული უფალ ღმერთს. წმინდა და ღირს ავქსენტისთან ორი კეთრომარი მივიდა ერთხელაც სახელგანთქმული წმინდა მამა იყო საგვირაოდ მომხმედი და სთხოვეს ჯერ მოწყალება და შემდეგ კეთრისაგან განწმენდა. თქვენ რაიმე ცოდვა ხომ არა ჩადელი ესეთი ნიშანდობლივი ერშინო კეთრი შეკარ საზარელი რაღაც დაავადება ადამიანი ცოცხლად მტება და ვერაფერს ვერ ნაწილს სვია სხეულის ორგანოები ჯერ გარეგანი შემდეგ შინაგანის მტობა იწყება და ასე შემდეგ. და ამიტომ ყოველთვის განკვეთილი ყავდათ საზოგადოებიდან და ესე იგი ამითაც იყვნენ დამძიმებული, რომ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება არ ქონდათ. გარდა იმისა, რომ იტანჯებოდნენ საშინელი მტობით და სიმახინჯით. არა, ჩვენ ისეთი განსაკუთრებული ცოდვა არ ქონია, მაგრამ წინასამხედველობის მადლი ჰქონდა წმინდა მამას და უთხრა, თქვენ ერში ქონდათ ერთი დიდი მანგიერება, რა დაეკითხნენ გაოცებული კეთროვანი. ხშირად სრუფიც მიმართავდით და ღმერთის სახელს დაუფიქრებლად ამაოდ ახსენეთ და ზოგჯერ იფიცებოდით კიდეც ღვთის სახელით. აი ამიტომ შეკარათ ღმერთმა, უпроსტად კი ამ თქვენმა ცოდვამ და მანგიერებამ ეს ავადმყოფობა, რის შემდეგაც სინანულში ჩავარდა კეთროვნები, დაემხნენ წმინდა მამის წინაშე, შენდობა ითხოვეს და განკურნება სთხოვეს და მიტევა ცოტა. მართლაც ლოცვა ხო წმინდა მამამ აკურთხიზეთის ხო თავიდან ხემამდის და გახსნის ლოცვა წაუკითხა ფიცისაგან და კრულებისა და ღვთის მადლით ორივე განწმინდა. მოხდა კიდევ ასეთი რამ რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში 1860 წელს ერთ მიყრუებულ გუბერნიაში ერთ-ერთ სოფელში ერთი გლეხი კაცი იყო იგორი ერქვა სახელად ერთხელაც წელსთან რომელსაც მისი ნახირის ჰქონდა მიბარებული ჩხუბი მოუვიდა ჯერ კამათის შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა და ბოლოს ცემა წყემსმა სოფლის გლეხობასთან თავშეკრის ადგილას უჩივა მაგრამ იმდენად შერცხვა იგორს თავისი ცოდვის აღიარებისა და შეეშინდა კიდეს, რომ ტყუილის თქვა და ნიშნად იმისა, რომ სიმართლეს ამბობდა, დაიფიცა ღმერთმა მეხი დამცეს, თუ კი მე ტყუილს ვამბობდე და მალევე აუსრულდა. მეორე დღეს, როდესაც თავის კერძო საქმეზე თავისი სოფლიდან მეზობელ სოფელში მიეშურებოდა, მოულოდნელად ამით, რომელიც სავსებით კარგი იყო, შეიცვალა, ატყდა ჭექა ქუხილი და ერთ-ერთი პირველი მეხი სწორედ მას დაეცა. თელმა სოფელმა გაიგვირვა და თქვა, აი ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი და მისი სამართალი.
ისე რომ ჩემოკეთილო ნუ ვიფიქრებთ რომ რასაც ჩვენ შავდივართ სიტყვით, გულის სიტყვით თუ საქმით დაუშველი დარჩება და ეს კიდევ წყალობა თუ აქ დაიშები. იმიტომ რომ იქ აღარ მოგეხდება პასუხი და თუ აქ არ დაიშები, იქ ვეჭველად დაიშები. სადაც ქვეყანას ამას ზედა და მუნ სათასასუფეველში ჩვენის ყოველგვარი ქებაი, დიდება და თაყვანისმაი მამასა და ძესა და სულსაც ვიდასა ასდა მარადისა უკუნეთიკუნისამდე ამენ.